ტრამპმა ახლო აღმოსავლეთში სენსაციური ამბავი გაამხილა, როდესაც გამოაცხადა ახალი ცეცხლის შეწყვეტა ისრაელსა და ჰეზბოლას შორის. მას შემდეგ, რაც ისრაელი შევიდა ლიბანში, გაანადგურა ტერორისტული ჯგუფის სტრუქტურები და ირანი ბევრად უფრო არასასიამოვნო მდგომარეობაში ჩააყენა. ამ სამშაბათს 2026 წლის 2 ივნისს რაც ხდება, არის პირდაპირი ზეწოლა თეირანზე, რადგან ჰეზბოლა ყოველთვის იყო ირანის რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი განშტოება ისრაელის წინააღმდეგ. ისრაელი წინ წავიდა ლიბანის სამხრეთში, დაარტყა სიმბოლურ ტერიტორიებს, ზეწოლა მოახდინა ჯგუფის მიერ გამოყენებულ პოზიციებზე და ტრამპი აიძულა მოლაპარაკებების ცენტრში შესულიყო, რათა ესკალაცია შეეჩერებინა ირანისთვის უპირატესობის მინიჭების გარეშე. რა დაინახა ტრამპმა? რატომ იჩქარა ჰეზბოლამ ცეცხლის შეწყვეტაზე საუბარი? როგორ აღმოჩნდა ირანის მარიონეტი საკუთარ თამაშში გაჭედილი? ახლავე ყველაფერს გეტყვი. თუ ასეთი პირდაპირი და მოკლე კონტენტი მოგწონს, გამოიწერე არხი, რადგან აქ ყოველდღე ასეთ ვიდეოებს ნახავ. ისრაელმა ალყა დააწესა მას შემდეგ, რაც ჰეზბოლას მხრიდან ჩრდილოეთ ისრაელზე თავდასხმების სერია განხორციელდა. ირანის მიერ დაფინანსებული და შეიარაღებული ეს ჯგუფი დრონებს, რაკეტებსა და ლიბანის სამხრეთში მდებარე პოზიციებს იყენებდა, რათა ისრაელი მუდმივი ზეწოლის ქვეშ დაეტოვებინა. ისრაელის პასუხი მხოლოდ საჰაერო დარტყმებით არ შემოიფარგლა. ისრაელის ჯარები ლიბანის ტერიტორიაზე შევიდნენ, ბოფორის ციხესიმაგრესთან, ნაბატიეს მახლობლად მივიდნენ და დაიწყეს მოქმედება ტერიტორიაზე, რომელსაც სამხედრო და სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. რეგიონი მაღალ წერტილებზე მდებარეობს, საიდანაც ჩანს ლიბანის სამხრეთის ნაწილი და ისრაელის ჩრდილოეთი ტერიტორიები, საიდანაც თავდასხმები ხორციელდებოდა. ბოფორის აღებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ისრაელი ამ ადგილს 2000 წელს ლიბანის სამხრეთიდან გასვლის შემდეგ აღარ აკონტროლებდა. ამ მოძრაობამ აჩვენა, რომ ჰეზბოლამ დაკარგა პოზიციები იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ყოველთვის წინააღმდეგობის ზონა დასავებდა. ჯგუფი ჯერ კიდევ ესხმის თავს, ჯერ კიდევ ზიანს აკენებს, ჯერ კიდევ ცდილობს ძალა აჩვენოს, მაგრამ უკვე ვეღარ ახერხებს ისრაელის შესulis შეჩერებას. მაღალი პოზიციის დაკავება და ტერიტორიის ზუსაფრთხოების ზონად გადაქცევა. სწორედ აქ იცვლება ნარატივი. ის სურათი, რომლის გავრცელებასაც ცდილობდნენ, იყო კუთხეში მიმთხვეული ისრაელი. ფაქტი ისაა, რომ ჰეზბოლა ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რომ ცეცხლის შეწყვეტა უნდა ეთხოვა, რათა მეტი ტერიტორია არ დაეკარგა. ბენიამინ ნეთანიაჰუმ სამხედრო მანევრის გაფართოება დაავალა ჰეზბოლას წინააღმდეგ, რადგან ჯგუფი აგრძელებდა თავდასხმებს წინა შეჩერების მცდელობების მიუხედავად. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა დაიცვა პოზიცია, რომ ბოფორი დარჩენილიყო ისრაელის უსაფრთხოების ზონაში ლიბანის სამხრეთში. ეს აჩვენებს, რომ ოპერაციამ მხოლოდ ემოციური რეაქცია არ ყოფილა. ეს იყო მცდელობა, შექმნილიყო დაცვის ზოლი, ჰეზბოლა საზღვრიდან მოშორებულიყო და შემცირებულიყო ჯგუფის შესაძლებლობა ჩრდილოეთ ისრაელის თემებზე თავდასხმის. ჰეზბოლასთვის პრობლემა ის არის, რომ ომის ლოგიკა მის წინააღმდეგ შემოტრიალდა. წლების განმავლობაში ჯგუფი თავს ლიბანის ფარად წარმოაჩენდა ისრაელის წინააღმდეგ. ეხლა ის პირდაპირი მიზეზია ისრაელის ლიბანურ ტერიტორიაზე წინსვლისთვის. როდესაც ჰეზბოლა უშვებს დრონებს და რაკეტებს, ის ისრაელს აძლევს გამართლებას ოპერაციის გასაფართოებლად. როდესაც ისრაელი წინ მიიწევს, ლიბანის მთავრობა დაუცველი რჩება, რადგან საკუთარ ტერიტორიაზე ყველაზე შეიარაღებულ ჯგუფს ვერ აკონტროლებს. და როდესაც ცეცხლის შეწყვეტის საკითხი დგება დღის წესრიგში, ნათელი ხდება, რომ ვინც კრიზისი შექმნა, მას მარტო დასრულება არ შეუძლია. დონალდ ტრამპი ამ კრიზისში ისე ჩაერთო, რომ არ ითამაშა ის სუსტი და მყიფე როლი, რასაც ძველი დიპლომატია ასრულებდა. მან ბოდიში არ მოუხდია ჰეზბოლასთვის, არ მიუღია მილიცია როგორც მსხვერპლი და არ დაუსვამს ისრაელი იმავე დონეზე, როგორც ირანის მიერ მხარდაჭერილი ტერორისტული ჯგუფი. დონალდ ტრამპმა ესაუბრა ბენიამინ ნეთანიაჰუს, შეაჩერა უფრო ფართომასშტაბიანი თავდასხმა ბეირუთზე და გამოაცხადა, რომ შუამავლების მეშვეობით ჰეზბოლამ დართახდა ისრაელის წინააღმდეგ სროლების შეწყვეტას. სხვაობა მარტივია, მან მისცა სამხედრო ზეწოლას საშუალება, ჰეზბოლაში შიში გამოეწვია, მაგრამ არ მისცა ომს გასცდენო და კონტროლს და აფეთქებად გადაქცეულიყო, რაც ირანს მოლაპარაკების დატოვების საბაბს მისცემდა. ტრამპის გზავნილი გააზრებული იყო. ისრაელი შეძლებდა სამხრეთ ლიბანზე ზეწოლის გაგრძელებას, მაგრამ ბეირუთი იმ მომენტში ნეკონტროლირებადი ესკალაციის ცენტრად არ გადაიქცეოდა. ეს ინარჩუნებს ისრაელის უპირატესობას და ამავე დროს თეირანს კედელთან აკენებს. ირანს ლიბანის შანტაჟის ბერკეტად გამოყენება უნდოდა. ტრამპმა ლიბანი ანგარიშწორების თემად აქცია. თუ ჰეზბოლა მართლაც ირანის განშტოებაა, მაშინ ირანის რეჟიმი იწყებს პოლიტიკური ფასის გადახდას ჯგუფის თითოეული თავდასხმისთვის. თუ ჰეზბოლა ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება, აღიარებს, რომ ზეწოლა მიმუშავა. თუ არ დათანხმდება, ისრაელს მეტი დარტყმის მიზეზი რჩება.
ცეცხლის შეწყვეტის განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ლიბანის პარლამენტთან დაკავშირებულმა ოფიციალურმა პირებმა ტრამპის ადმინისტრაციას აცნობეს, რომ ჰეზბოლა მზად იქნებოდა ფართო და დაუყოვნებელი პაუზისთვის. ეს ცეცხლის შეწყვეტა არ დაბადებულა ჰეზბოლას გამარჯვების ფონზე. ის გაჩნდა ისრაელის წინსვლის, ბეირუთზე ზეწოლის, ახალი თავდასხმების შიშისა და ირანის ჩართვით უფრო დიდი ომის რისკის შემდეგ. ირანის შვილმა დიალოგი იმიტომ არ ითხოვა, რომ კომფორტულად იყო, არამედ იმიტომ, რომ ალყა გამკაცრდა. დონალდ ტრამპმა აჩვენა, რომ შეუძლია ზეწოლა მოახდინოს ჰეზბოლაზე ისე, რომ ბენიამინ ნეთანიახუმ ირანს მთელი რეგიონის ასანთებად სრულყოფილი საბაბი არ მისცეს. ვინც ძალაუფლებას კარგად იცნობს, იცის, რომ ეს მოლაპარაკებაა დანით მაგიდაზე. ჰეზბოლამ სცადა დანაკარგების ანაზღაურება უფრო რთულად დასაჭერი დრონებით. ეს აღჭურვილობა, რომელთაგან ზოგიერთი აღჭურვილია სისტემებით, რომლებიც ამცირებს ელექტრონულ ჩარევაზე მოწყვლადობას, შეშფოთებას იწვევს ისრაელში. მიუხედავად ამისა, ისრაელის პასუხი იყო ფიზიკური კონტროლის მოპოვება ტერიტორიაზე. ეს ცვლის დაპირისპირების მნიშვნელობას. დრონი ზიანს აკენებს, მაგრამ ტერიტორიას ვერ აკავებს. რაკეტა აშინებს საზოგადოებებს, მაგრამ ვერ უშლის ხელს სამხედრო ძალას სტრატეგიული პუნქტის დაკავებაში. ომმა ლიბანის სამხრეთში სწორედ ეს განსხვავება აჩვენა. ბოფორის ციხესიმაგრე ასევე ატარებს ისტორიულ მეხსიერებას. 80-იან წლებში, როდესაც ისრაელი ლიბანში იმყოფებოდა, ეს ტერიტორია მძაფრი დაპირისპირებებით იყო ცნობილი. ეხლა, როდესაც იქ კვლავ აღმართა დროშა, ისრაელმა სიგნალი გაუგზავნა, როგორც შიგნით, ისე გარეთ. ჰეზბოლა არ არის ლიბანის სამხრეთის მფლობელი. სიმბოლოს მნიშვნელობა აქვს, რადგან ომიც კომუნიკაციაა. როდესაც ირანთან დაკავშირებული მილიცია სიმბოლურ ადგილს კარგავს, ის ასევე კარგავს იმ ნარატივის ნაწილს, რომელსაც იყენებს რეკრუტირებისთვის, დაშინებისთვის და ლიბანის პოლიტიკის დასაპრობად. ლიბანის მთავრობა დაპირისპირების შუაგულში აღმოჩნდა. ერთ მხარეს ისრაელი უსაფრთხოებას ითხოვს და ჰეზბოლა საზღვრიდან მოშორებას ცდილობს. მეორე მხრივ ჰეზბოლა პარალელური ძალის როლს ასრულებს და ლიბანს ომისკენ უბიძგებს, რომელიც მოსახლეობას არ აურჩევია. სწორედ ამ დაყოფაში იპოვა სივრცე ტრამპმა. ამერიკული ცეცხლის შეწყვეტის წინადადება ჰეზბოლას ზეწოლისგან არ ათავისუფლებს. ის აიძულებს ჯგუფს საჯაროდ აიღოს ვალდებულება თავდასხმების შეწყვეტაზე. იმ დროს, როცა ისრაელი სამხრეთში პოზიციებს ინარჩუნებს და კვლავ ითხოვს გარანტიებს, ირანმა საფრთხე გააცნობიერა. თეირანმა ვაშინგტონთან კავშირების შეწყვეტით დაიმუქრა, თუ ისრაელი ლიბანში თავდასხმებს გააგრძელებდა. ეს მუქარა ირანის დამოკიდებულებას აჩვენებს. რეჟიმი ჰეზბოლას ლიბანურ საკითხად არ განიხილავს. მას საკუთარ ფიგურად ავიქვამს. როდესაც ჰეზბოლა ზარალდება, ირანი რეაგირებს. როდესაც ჰეზბოლა შესვენებას ითხოვს, ირანი ითვლის. როდესაც ტრამპი ნეთანიახუს აჩერებს, თეირანი ხვდება, რომ საქმე არ აქვს პროგნოზირებად პრეზიდენტთან, რომელიც მზადაა დიპლომატიურ მახეში გაებას. ეს ნაბიჯი ასევე ეხმარება ახსნას, რატო გამოაცხადა ტრამპმა ცეცხლის შეწყვეტა ჰეზბოლას ტერორისტული სტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილის განადგურების შემდეგ. პაუზა ზეწოლამდე არ იყო, ის ზეწოლის შემდეგ მოვიდა. ჯერ ისრაელი წინ წავიდა, დაარტყა პოზიციებს, დაიკავა სტრატეგიული ტერიტორია და გამოავლინა ჯგუფის სისუსტე. შემდეგ ჰეზბოლა მიანიშნა მზადყოფნა შეჩერდეს. შემდეგ დონალდ ტრამპი ჩაერთო, რათა ეს უკან დახევა საჯარო გზავნილად ექცია. ფაქტების ეს თანმიმდევრობა ყველაფერს ცვლის. ეს არ ყოფილა ჰეზბოლას მიერ პირობების წაყენება. ეს იყო ჰეზბოლა, რომელიც ცდილობდა გადაერჩინა ის, რაც ჯერ კიდევ შეიძლებოდა გადარჩენილიყო. ჰეზბოლა ცდილობდა, რაც შეიძლებოდა გადაერჩინა. შიგნით არსებული ჯგუფების ემოციური ზეწოლის მიუხედავად, რომლებიც კიდევ უფრო დიდ შეტევას ითხოვდნენ, მას დონალდ ტრამპის მოსმენა მოუწია. ეს აჩვენებს, სად არის რეალურად გადაწყვეტილების ძალა. ისრაელს აქვს სამხედრო ძალა, მაგრამ შეერთებულ შტატებს აქვს დიპლომატიური, სამხედრო და პოლიტიკური გასაღები, რომელიც რეგიონს არეგულირებს. ტრამპს არ ჭირდება ყვირილით გამოჩენა. ის ჩნდება მაშინ, როცა განსაზღვრავს შეტევის ზღვარს, მოლაპარაკების ტონს და იმ მომენტს, როცა უნდა გამოცხადდეს, რომ სროლა უნდა შეწყდეს. ეს კრიზისი ასევე აჩვენებს უფრო დიდ პრობლემას ახლო აღმოსავლეთში. ირანის მიერ მხარდაჭერილი შეიარაღებული ჯგუფები მოქმედებენ როგორც სახელმწიფოების სახელმწიფოს შიგნით. ჰეზბოლა ამას ლიბანში აკეთებს. ხუსიტებმა ეს იემენშიც გააკეთეს, როცა წითელ ზღვაში მარშრუტებს ემუქრებოდნენ. ირანის მხარდამჭერმა მილიციებმა ეს გააკეთეს ერაყსა და სირიაში ამერიკული ბაზებისა და რეგიონული მოკავშირეების წინააღმდეგ. ლოგიკა ყოველთვის მსგავსია. თეირანი თავს არიდებს პირდაპირ დაპირისპირებას, როცა შეიარაღებული ჯგუფის გამოყენებით შეუძლია მტრების დასუსტება. ირანის ვაჟი აღმოჩნდა გაჩედილი არჩევანს შორის. დაეთმო პოზიციები, დაეკარგა ნარატივი, ან დაეთანხმოს ვაშინგტონის მიერ დაწესებულ პაუზას.
მე ვარ მილსონ ალვესი, გლობალი და ჩემი მიზანია ყოველდღე მოგაწოდოს სიმართლე და დაგიცვა ინფორმირებულად. ახალი ამბების ბულები ვიდეოს აღწერაშია. დალაიქე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო ჩაერთო მილსონ ალვესის საზოგადოებაში.